ხარტები და სმარტები. სინას ყოველ ამბავზე მინდა ხოლმე რომ რაღაცნაირად სულ წარმატება ხე შენ ბევრ შოუებში ხარ ხოლმე მარიტა შენზე ვსაუბრობ. იქ აქ შენ ცხოვრება სულ რაღაცა თან მართლა ხე ჩვენ მეგობრულად ძალიან დიდი ხანი ერთმანეთის ასე ვთქვათ გვერდით ვართ იმ თვალსაზრისით რომ მეგობრობ და ასე შემდეგ და ეხლა მე ვიცი რომ შენ ახალ პროექტში ხარ შეფების ლიგა ხო? წარმოიდგენდი? ხო, ვერა. ვინ წარმოიდგენდა? ვერც ვერავინ მე გუნდა მოვყვე. აუცილებლად მოყევი, მაგრამ წეღარო ვახსენე მე ხაჭაპური და ჭადი თქო და ამბები ექს დასპეცდები, მაგრამ უბრალოდ მე მინდა რომ წარმატება გისურვო, გამიხარდა იქ მოვკარი თვალი და კარგია რომ არ ჩერდები სულ რაღაც საკეთებ და კარგია რომ ასე მისდევ შენ იმით შენი მომგენი სხვადასხვა მიმართულებით. მართლა ვერავინ ვერ წარმოიდგენდა მაგას აგერ ჩემი დაქალი და დედა ჩემის რეაქცია იყო. შოკი იყო ყველასთვის. ჯერ ხომ მოკვდა სიცილით და მე რომ მიხვდა რომ ან მართლა სერიოზულად ვეუბნებოდი რომ რას მიმალავდიო ამდენი ხანიო. იმიტომ ეგ იყო რას მიმალავდი ამდენი ხანი არაფრის გამკეთებელი მე არ ვიყავიო. ან სწავლობ სხვათა შორის ჩემი პირველი კერძი ეგ გავიტანე ზუსტად რასაც ვუყურებდი დედა ჩემი როგორ აკეთებდა სქათმის რულეტი ან ნახე ჩვენ ხო გვიყვარს ან წიცილა მაყვალში ჩვენია იმერლების არის, თუთაისელების არის და დროა ცოტა ელემენტები შეიტანა. ახლა იქ ხო რომ მიხვალ ახლა მთლად ასე წიწილი დავაგდე ტაფაზე და შევწვი და რაღაცა ნავაროტკები გაუ. რულეტი გადახვეული კარგად შეაგდე მე ტაფაზე, გემრიელად მოწვი, მობრაწე, соуსი გამოვიდა როგორ იცი, აი ხო იცი? საოცარი. რულეტი გადატოვა არც ერთმა შეფმა. გენაცვალე. სხვათა შორის ჩემთან ირეპეტიცია რა იფიქრა რა გავიტანო რამე თუ მოინდომა არ არსებობს რომ არ გააკეთოს და ახლა ნერვიულობ კი ვფიქრობდი ჩემი კოსმოსში გაფრენა უფრო მარტივია ვიდრე ამის სამზარეულოში დადგომა მაგრამ ახლა რომ მოიგოს ეს გადაცემა ხო მე ყველა დაამჩენიებს პირს რაღაც უნდა დავთქვა რომ აი მე ამას გავაკეთებ ამან თუ მოიგო რასაც გინდა გაგიკეთო მე რასაც გინდა გემრიელი ხელი მაქვს ხო გასინჯე შენს აუცარის ხაპარი იცი რა ამიტომ არის ძალიან კარგი გადაწყვეტა ეს პროექტი ზოგადად ამ არხზე ძალიან არჩევლები შეფები არიან მოვიკითხავ ყველას და ზუსტადაც არის ეს დილეტანტებიც არიან ვისაც შეფა თუ მუშავია ან არ ვიცი რაღაც ეს შიგნით ვერ ყვევი ტერმინოლოგიაში, მაგრამ ვინც მოკლედ იცის კარგად დამზადება, ვინც საშუალო და ვინც საერთოდ არ იცით, ისინიც რომ ამთავრებენ ხოლმე ამ პროექტს გამოდიან კაიმზარებელი და სხვა თუ არაფერი, ოჯახში მაინც გამოდგებიან ეს ხალხი, კაცსა და მაინც ივარგებს. მადლობა. აი მაგ კალიცოს პატრონი იქნება ძალიან ბედნიერი.